გურჯაანის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 484,000 ლარი გამოიყო. საფინანსო დოკუმენტში შესულ ცვლილებებზე მუნიციპალიტეტის საკრებულო შეიმსჯელეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაკურციხისა და ჭანდრეს გზების რეაბილიტაცია. დამატებითი თანხა არის გამოყოფილი საჯარო სკოლების მცირე სარემონტო სამუშაოებისთვისაც. დღესვე საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ. გურჯაანის მუნიციპალიტეტს გაეზარდა სახელმწიფოდან გამოყოფილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის 102 განკარგულებით 484,000 ეს ძირითადად ბაკურციხისა და ჭანდრის გზების რეაბილიტაციისათვის არის, ასევე გამოიყო 994 განკარგულება. ეს არის სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები 733,000. ადგილობრივი ბიუჯეტით გავზარდეთ პროცენტიდან შემოსავლები 195,000, რომელიც გადანაწილდა კლუბი საკალათბურთო კლუბი დელტა 85,000, კულტურის ცენტრის აიფს გაეზარდა 53,000, მუსიკალურს გაეზარდა 10,000 ლარით და შესაბამისად გზებში და სკოლებში ჩაიგეგმა გამოყოფილი განკარგულებები. რაც შეეხება ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულებას, შემოსავლების ნაწილი გაზრდილი არის 111,000%-ით არის შესრულებული, წინა წელთან შედარებით 2 მილიონზე მეტია შემოსული, ხოლო ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია 86%-ით, ხარჯვა შესაბამისად არის წინა წელთან შედარებით 1,200,000-ით არის შედარებით მეტი გახარჯული.